ვანის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. ბიჭიკო პაიკიძეს გამოძება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებასაც ეედავება. პაიკიძე 100%-იანი წლის მფლობელია კომპანია BP Trans-ის, რომლის საქმიანობა საგამოძიებო უწყებების ინტერესის სფეროში ექცევა. სუსის საგამოძიებო მასალების მიხედვით დეპუტატის კომპანიამ 2021-22 წლებში ჩატარებული სამუშაოების დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისა. პაიკიძეზე ძებნა გამოცხადებული, ამავე საქმეს სხვა ფიგურანტები ბიცხავს. უკვე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის კომპანიასთან სხვადასხვა ტენდერის გამო პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც აქვს. რეზონანსული საქმეების მიმართ ინტერესს პაიკიძის სადეპუტატო საქმიანობის გარდა კიდევ ერთი ფაქტორი ზრდის ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანთან ახლო კავშირები. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენება. ამ ფორმულირებით წარუდგინა დღეს ბრალი მთავარმა საგამოძიებო უწყება მე-6 პირს, რომელთაგან 5 დაკავებულია, მე-6 კი გამოძიების ინფორმაციით მიმალვაშია. საუბარია 4 მილიონ 184,259 ლარის თაღლითურად მითვისებაზე ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ეტაპზე. ამ თანხას ამჟამად მიმალვაში მყოფ შპს BP Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელს ბიჭიკო პაიკიძეს ედავება. კომპანიის მფლობელს ბრალდება დაუსწრებლად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე კომპანიის დირექტორს და კომპანიის თანამშრომელს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ. დუმილის უფლებას იყენებს კომპანია BP Trans-ის დაკავებული დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია. ადვოკატი კი მიუთითებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ თანამდებობაზე მაშინ დაინიშნა, როდესაც კონკრეტული პროექტის შესრულების თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო. ჯერჯერობით ჩვენება არ მიუცია გამოძიებისთვის ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერს. მისი უფლებადამცველი კი დარწმუნებულია, რომ იოსებ ჭანჭალეიშვილი უდანაშაულოა. ბრალს არ აღიარებენ საზედამხედველო კომპანიის დაკავებული თანამშრომლები. ზოგადად ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. ფინანსური კუთხით ზედამხედველობას არ აწარმოებს. არ აღიარებს ამ ეტაპზე ჩადენილ დანაშაულს, გამოკითხულია არის და გამოკითხვაში მიუთითა, რომ მას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. საერთოდ არაფერი შემხებლობა თანხებთან არ აქვს. ჩვენ გარეშე მიცოთ ჩვენ. ის იყო თავად კარგად მოგეხსენებათ ფინანსური მენეჯერი, რომელიც სამუშაოთა წარმოებას ზოგადად ადევნებდა თვალყურს. კონკრეტული დოკუმენტი მისი მხრიდან არც შედგენილა და არც ხელი მოუწერია. ხელშეკრულება სახელმწიფოსგან გაფორმებულია შესაბამის დაწესებულებასთან 2020 წლის 19 დეკემბერს. ჩემი დაცვის ჯგუფი დირექტორის პოზიციას კომპანიაში იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდან. დოკუმენტები შედგენილია გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მანამ სანამ ის დაიკავებდა დირექტორის პოზიციას. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ბიჭიკო პაიკიძეს. 21 ტომიანი საქმის მასალები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა ჩაიბარა, რომელიც ამბობს, რომ შპს BP Trans-ის მფლობელი მიმალვაში არაა და მან ქვეყანა ჯერ კიდევ 2 თვის წინ მკურნალობის მიზნით დატოვა. თუმცა ამ დრომდე არ დაბრუნებულა და არც უფლებადამცველთან ჰქონია კომუნიკაცია. გამოძიებას არ ემალებოდა და დარწმუნებული ვარ, მისი ინტერესიც არის, რომ გამოძიებას გასცეს თურქეთის მიმართულებით დატოვა, ვინაიდან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სად არის, არ ვიცი, რომც ვიცოდე მას არ. ადვოკატები საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიციებს სასამართლოში უკვე ხვალიდან დაიცავენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ბიჭიკო პაიკიძეს ახლა არა მხოლოდ იმის დამტკიცება მოუწევს, რომ თაღლითურად არ დაუფლებია სახელმწიფოს კუთვნილ 4 მილიონ ლარზე მეტ თანხას, არამედ იმისიც, რომ მისი კომპანია გადასახადებს არ მალავდა, რადგან როგორც ირკვევა, კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა, რომელსაც პაიკიძე თურქ პარტნიორთან ერთად ხელმძღვანელობდა, წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებდა 17 მილიონ ლარს აღემატებოდა. თუმცა განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას. პაიკიძის თურქი პარტნიორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით უკვე დაკავებულია.
კომპანიის ხელმძღვანელი პირები საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. შემოწმების შედეგად გადამხდელ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1,423,897,91 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 673,742 ლარი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეს კონკრეტული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება ამ საქმესთან დაკავშირებითაც დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.